ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხდომასა და ჩალო თათუხაშვილის საქმეზე მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე იყო მიწვეული ჩაიშალა. თორნიკე ხურციძე ისაუბრებს უფრო დეტალურად კომიტეტზე განვითარებულ მოვლენებზე. თორნიკე გისმენთ. ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხდომა, სადაც დეპუტატები მთავარი პროკურორის მოადგილეს უსმენდნენ. პროკურატურის წარმომადგენელმა დეპუტატებს მიეწოდა ინფორმაცია შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების დეტალებთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმცირესობა დაინტერესდა პროკურატურის წარმომადგენლებისგან, თუ როგორ მოახერხა თათუხაშვილმა საკუთარი სახლის ფანჯრიდან გაპარვა, როგორც ეს გამოძიებაშია ნათქვამი, მაშინ როდესაც სახლის ყველა ფანჯარა არის აღჭურვილი უძრავი გისოსებით. საპარლამენტო უმცირესობა ასევე დაინტერესდა იყო თუ არა თათუხაშვილის ხელმოწერა და თანხმობა მისთვის დაცვის დანიშვნასთან დაკავშირებით. მოპოვებული ნივთიერი მტკიცებულები. რატომ იყვირი ხარ? ახლა შენ შეგნებულად ცდილობ შენ რა იცი მე რაზე ვამბობ მესმის თქვა პირველივე სიტყვაზე ყვირილს იწყებ. მე მიმაჩნია რომ თქვენ შეგნებულად ცდილობთ რომ ჩხუბში გადავიყვანოთ ეს ყველაფერი. ამ ტონალობაში ამ ტონალობაში საუბარს მე ნამდვილად არ ვაპირებ არავისთან რა. მე აქ მაქვს აბსოლუტურად ყველა ფანჯარა, ყველა კარები. ბატონო ირაკლი, ამ სახში არც ერთი ფანჯარა არ არის უძრავი გისოსების გარეშე. მე მაინტერესებს კონკრეტულად მითხრათ, რომელი ფანჯრიდან გადაიპარა? არ ჩაგვიტარები არანაირი ექსპერიმენტი, უკაცრავად თქვენ გულში თქვით. პერიფრაზე. თუ გნებავთ პასუხი მიიღოთ, მომისმინეთ, თუ არ გნებავთ ვერ გაგცემთ პასუხს. კარგი, დაზუსტებისთვის. ისა. მალიკო უკაცრავად და მოусმენთ პასუხს? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. კი ბატონო, მოისმინეთ თქვენ ისეთი კაცის მიყვანილი ხართ. მოუსმენთ პროკურატურაში როგორ არ ჩვენ არ ჩაგვიტარებია ექსპერიმენტი და საგამოძიებო ექსპერიმენტი კონკრეტულად მისი ჩვენების გადასამოწმებლად, რომელი ფანჯრიდან გაიქცა და როგორ გაიქცა და ჩვენ დავეყრდენით მის ჩვენებას. შეხვედრის დასრულების შემდეგ უკვე გაკეთა განცხადებები უმრავლესობასა და უმცირესობაში ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ მათ ვერ მიიღეს პროკურატურისგან ვერანაირი ახალი ინფორმაცია, გარდა იმისა, რაც იყო უკვე ცნობილი, გარდა ამისა ამბობენ, რომ მათ მიერ დასმულ შეკითხვებს მთავარი პროკურორის მოადგილემ ვერ გასცა ამომწურავი პასუხები, მართლ გუნდში კი უმცირესობის მხრიდან პოლიტიკურ სპეკულაციებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ თანამშრომლობა პროკურატურასთან კვლავ გაგრძელდება, თუმცა ამაში ნაციონალური მოძრაობა მონაწილეობას აღარ მიიღებს. გაისვა ძალიან ბევრი კითხვა, მოვისმინეთ ორი ტყუილი, ყველა სხვა კითხვაზე პასუხი საერთოდ არ გაუწია. ეს ორი ტყუილი ერთი მდგომარეობდა იმაში, რომ თურმე თათუხაშვილი ფანჯრიდან გაეპარა დაცვას, რომელიც მან მიყვებოდა სახთან და აჩვენეს იქ კონკრეტულად სურათები ფანჯრების, რომელსაც აქ უძრავი ჟალუზები. ეს იყო სრული დემონსტრირება, როგორ უპასუხისმგებლად იქცევიან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები, რომელთაც საქმის არც რეალურად არ აინტერესებდათ და მეორე მხრივ ეს იყო დემონსტრირება, რომ პროკურატურამ, როგორც ინსტიტუტმა გამოიჩინა პასუხისმგებლობა, რომ ღიად გაეცა ყველა კითხვაზე პასუხი და მიეწოდებინა ინფორმაცია ყველა დაინტერესებული პირისთვის. თავად მთავარი პროკურორის მოადგილემ კი კომიტეტის ხდომაზე ისაუბრა თათუხაშვილის დაკითხვის დეტალებზე, ასევე თათუხაშვილის გადაყვანის შესახებ კონსპირაციულ ბინაში. მოგვიანებით კი კომენტარი უკვე მედიასთან გააკეთა და როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი კომიტეტის ხდომით და დღევანდელი შეხვედრით დადასტურდა, რომ საპარლამენტო უმცირესობას არ სურს აღნიშნული საქმის ობიექტური გამოძიება. ირაკლი შოთაძემ კომენტარი გააკეთა ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით, როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ კი მიხეილ სააკაშვილი არ გამოცხადდება დაკითხვაზე, მასე ძებნა არ გამოცხადდება და გამოძიება გაგრძელდება. ფაქტი არის, რომ ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა არ შეასრულა თავისი მოქალაქეობრივი ვალი, რაც დადგენილი არის საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა კანონებით, არ გამოცხადა დაკითხვაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევთავაზე დისტანციური წესით დაკითხვა, შესაბამისად გამოძიება გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის დაკითხვის გარეშე და ჩვენ შევეცდებით მისი დაკითხვის გარეშე მოვიპოვეთ საქმეში მტკიცებულებები, რომელიც საკმარისი იქნება ყველა ჩამოთვლილ საქმეზე დავადგინოთ ობიექტური ჭეშმარიტება.
ერთსაცე მეთხანს მიმდინარეობდა კანონმდებლების შეხვედრა პროკურატურის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე იყო მცდელობა, რომ ეჩვენებინათ თათუხაშვილის დაკითხვის ამსახველი ვიდეოფილის, თუმცა საპარლამენტო უმცირესობის პროტესტის გამო ფილის ჩვენება ვეღარ მოხერხდა. მადლობა თორნიკე ხურციძე საუბრობდა ქუთაისის